ეს არის მადაგასკარის მახრჩობელა გველი. ხოლო აი ეს არის თაწმინდა სადაც ეხლა ავალ დავასხოთ ჩემი მეგობრებს სხვა შიშებს. ამიტომ მომწონთ ის ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწეთ ახლა გააქტიურებს არასდროს ეხლა კიდე გავუტელეპორტებთ იქ. გაუმარჯოს რეზის გამომწერებს და მოკლედ რეზი ჩემი შიში არის ამერიკული მთები, ოღონდ 360 გრადუსზე რომელიც ტრიალებს ეგ და რავი, წარმატებები შენ და მოგიწევს მაგაზე დაждდომა და აბა შენიცი. მოკლედ მეგობრებო, როგორც ჩეკოს მოვსმენთ, უნდა დავუშვით აი აქ ესა თაწმინდაზე ამერიკული მთები თუ როლერ კოსტერი თუ რაღაცა ქვია. ხოდა კარგი ჩეკო მითხრა მაგრეშინია ესეთი რაღაცების. მე რო არ მოგეთხოვ ფრიად არ მეშინია, მაგრამ დავუშვით ეხლა და ვნახოთ რა ჩემე ძანსაშიც არ იქნება, მაგრამ ვნახოთ რა. ნუ აქ ხმა კარგად არ ჩაიწერა ქარის გამო და ბოდიში გიხდით ამისთვის. მოიცა. ვაა, არ მოვიდა. მოიცა. ძალიან მაგარი იყო, просто აი 360 რო აგებს, აქ მაგარი საეშია. და იქაც აკეთებს 360, просто აქედან არ ჩანს. კაროჩე იქ უფრო ცუცას 360 აკეთებს რა. просто ძალიან პატარა იყო რა და დიათ ვერაფერს ვერ ასებ. просто პატარაზე ვატები რა. ჩვენი შემდეგი შიშისთვის კი მოусმენთ ანდრიას. მოგესალმებით რეზის გამომწერებო, მე ვარ ანდრია და მე სიკვდილამდე მეშინია გველების. ხო ისე. ხო არ მიკვეს. Нас куча одно შევკახოთ. არ გადაუჭირეთ თითები, ნახეთ ცოტა ხეს. ვაა. მაგარი კუნთებია ძა. კუნთია ცა. ვაა თავ. არ ეკმინება ეს? ვაა, თავი. თავს რატო წევს? ეს აღჭობს ხო მტერს კუნთებით. ხოლო თურმე მახრჩობელა გველებს ფუნებით ეშვები და შხამი არ აქვს და მხოლოდ ტირის დახშობა შეუძლია. მოგესალმებით რეზის გამომწერებო და ჩემი შიში არის სიმაღლის შიში. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი შემდეგი შიში იქნება სიმაღლის შიში, ამისთვის ახლა მოვედით თაწმინდის ეს მაგის ბორბალზე. ეხლა ვალთ იდეაში ძალიან მაღალიც არ არის. რამდენი მეტრი არ ვიცი ეს? 100 მეტრი იქნება? არ ვიცი. რაღაც 100 მეტრი იქნება მე მგონი და კაროჩე ავიდეთ ახლა სიმაღლის შიში არ მაქვს, მაგრამ ეს მაგის ბორბალზე ბოლოს ძალიან ადრე ვიჯექი და არ მახსოვს როგორია. ამიტომ წავედით რა. დავუჩე მეგობრებო, ეხლა მოდივართ აგერ. იდეაში უკვე მაღლა ავედით. ვახჩემ. რა, ძალიან ცუდი ხმები, აი, Hello Neighbor-ში რაღაცა იმის ხმა არის, ხო იცით? ლიანდაგების რა იმენა მაგის ხმა არის? ძალიან მაღლა ვართ, აი ფო. ანუ არ მეშინია სიმაღლის, მაგრამ ძალიან ისაა რა, ეს სუდათ ადის ეს ძალიან. და აი, ყველაზე მაღლა. ვახჩემ. ძალიან ყანყალებს, ბიჭო ეს რა არის? კაროჩე ძალიან მაგრა ყანყალებს. აუ ეგ თოვლია ეს. ვან თაწმინდა სხვა თოვლია ჯერ კიდე და ვაუ საღო, იმიტომ რომ არ გამდნა რა. თოვლი არა, კიდეში ყინულია თოვლი არა, მაგრამ აუ კამერაზე შეატყობთ ძალიან ყანყალებს ეს ძალიან. კაროჩე ეხლა დავიჭიროთ ეს ქარი ყველაფერი, კითხვებს ვქავსეთ პასუხი რა. დავიწყოთ პირველი კითხვით. შენი მიზანი როგორც იუთუბერი რა არის? ჩემი მიზანი არის ჩემი მიზანი არის რომ დავიწყო ისეთი კონტენტი და ისეთი რაღაცები ხალხი გავაბედნიერო. მაგის სპონსორი გჭირდება რა თქმა უნდა და თუ დამასპონსორებთ ესაა ჩემი ბიზნეს მეილი, დამიკონტაქტეთ, იმიტომ რომ სპონსორი ძალიან გჭირდება. ანუ ვიდეოებს შეეტყობეთ, აი ადრე ვიდეოებს დედი კვირაში ერთხელ რა, და კვირაში ორი ვიდეოს დამიდია ერთხელ. მაგრამ ეხლა ფიზიკურად ვეღარ დაფხშიათ, იმიტომ რომ სპონსორი გჭირდება, ამიტომაც დამასპონსორეთ ბიზნეს მეილი. აღწერაშიც არის, ძალიან ვყანყალებთ, მაგრამ არა უშავს. აუ კამ. შემდეგი კითხვა არის, როგორ დაიწყე იუთუბერობა? კაროჩე, იუთუბერობა დავიწყე მეორე არხზე, დაახლოებით 3 წლის წინ. ჩასმოწერია Redx-ი. ვდებდი თავიდან Minecraft-ის მონტაჟებს, ანუ Bedwars-ის, დუელების, Skywars-ი და მონტაჟებს.
მე დაახლოებით იუთუბერობით დაწყებიდან 3 წელში პირველად 3 წელში რაღაც 3 თვეში პირველად გადავიღე ვიდეო მიკროფონით. ეგ იყო მაგის მერე ძალიან ბევრი რუბრიკები გადავიღე, რა ქვია, სერიალები, ბრავლერი, ჩემი სერიალიც ჰქონდა და ძალიან ბევრი გადავიღეთ რა. და ეხლა უკვე ამ არხზე ვარ, ამ არხზე დავიწყე იმის გამო, რომ გეიმინგის კონტენტი აღარ იყო ისეთი გავრცელებული და ჩაკვდა გეიმინგის კონტენტი ესე ვთქვათ და ხო რა მაგით დავიწყე იგი. შემდეგი კითხვა არის ვინ ან რა იყო მოტივაცია რის გამოც იუთუბერობა დაიწყე. ჩემი მოტივაცია არის ყოველთვის ჰანგრიმენი, იმიტომ რომ აი ისეთ კონტენტს დებენ ბიჭები, რომ დასაფასებელია და ეგეთი კონტენტის გადაღება მინდა მეც. კაროჩე მე ჩავედი ძლივს და გარეთ გადავინასხოთ და გარეთ მოგიყვებით უკვე ემოციებს. აუ მაგარი იყო რა, პროსტა ძალიან აყალებდა ბიჭო და მეშინოდა. სიმაღლეს კი არ მეშინე, მეშინოდა ჩამოვარდებოდა ბიჭო ეს აი ძალიან სულად დამაგრებული რა. წავიდეთ ახლა რა. სანამ წავიდეთ რა. წავიდეთ სანამ. კაროჩე მეგობრებო, ეხლა წამოვიდეთ. კაროჩე ეხლა გამოვიდით ეშანგეს ბურგალიდან. სიმაღლის შიშისთვის მინდა გამშდარიყავი ბურთზე. საჰერო ბურთზე თუ ბურთით რაც ქვია, კაროჩე ზემოთვადის. მაგრამ ქარები არის ამ დღეებში და არ იყო გახსნილი და 1 3 4 დღე კიდე არ იქნებაო და ვიდეო მქონდა დასდები ამიტომაც. ხო რა, ბოდიში გიხდით, იმიტომ რომ უკეთესი ვიდეო გამოვიდა და რო ვსულიყავი საჰერო ბურთზე. მაგრამ რაც გამოვიდა რა, იმედია მოგეწონოთ და გადავდოთ ახლა